Აი გამარჯობა მეგობრებო, სალამი, როგორ ბრძანდებით? გამარჯობა. შენ იცი რომ ამერიკის სახლების უფროსის მოადგილემ მიაკუკა ევროპას კიდევ ერთხელ. მიასანქცირა. მიასანქცირა და ხო, ჯერ მიაკუკა თუ ჯერ მიასანქცირა არ ვიცი, მაგას მე ვეძახონ ბუმ ტრახ ბაბახს ეგ. კი ბატონო. თქვენო რა უფლები გაქვთ? NGO-ებზე გაამახვილა, მართულ NGO-ებზე და ნუ ევროპას რა უფლება გაქვთ სხვის ქვეყანაში, ჩვენს დიად ქვეყანაში ჩარევის რა უფლება გაქვთო? საქმე ეხება ილონ მასკის კუთვნილი X-ის, ანუ სოციალური ქსელის დასანქცირებას საკმაოდ დიდი თანხით, რაზეც მიუგო ამერიკელებმა მიუგეს, რომ არა გაქვთ უფლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით, თქვენ ვინ ჩემი ცენზორები ხართო და ხო, სიტყვის თავისუფლებას მარხავთ. და ცოტა რომ განვაგრძოთ და განვავრცოთ ეს საუბარი. ერთი ორი სიტყვა რო ვთქვათ ევროპაზე, რომელიც დაპოზიციონირებულია საზოგადოებაში და განსაკუთრებით დასავლურ ცივილიზაციაში, როგორც თავისუფალი სიტყვა, გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ. შეიძლება თავდაპირველი კონცეფტი და თავდაპირველი სურვილი ეს იყო, თუმცა ეხლა გადაიქცა ჩვეულებრივ ლიბერალურ დიქტატურად, ლიბერალურ დემოკრატიად, ეს კულტურული მარქსიზმი გადაიქცა ტოტალიტარიზმად და ამის მარტივი მაგალითები შეგვიძლია მოვიყვანოთ. შორს არ წავიდეს. მაგალითად გერმანიის кейსი, სადაც AfD-ს ყველაფრიდან კრძალავენ და ყველაფრიდან დევნიან და კლავენ. საფრანგეთის ლეპენს არ ვიცი ჩვეულებრივი რეპრესიები აქვს. მე გადავიდეთ პერიფერიულ ქვეყნებზე, მოლდოვა, რუმინეთი. არა, ინგლისის ისახსენებ სოციალურ ქსელში. ეგ დაჟე უკვე ინგლისის ექსკლუზივი აღარ არის. ეგ ევროკავშირის არის. გავქვებული არჩევნები რუმინეთში, მოლდოვაში, ნუ რა თქმა უნდა და ეს სოციქსელებში კიდე ვინმე არავინ არ უნდა მოთხოვდეს ამაზე, რომ აქ არც ტერორიზმის ბრალდებით იჭერენ ვინმეს, არც ყისიერი ძალადობის მოწოდებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ ჩვეულებრივი კონსერვატიული აზრის გამოხატვის გამო იჭერენ ადამიანებს. კი ბატონო. ანუ კონსერვატიული აზრის დაფიქსირება, მაგალითად pro-life ტიპი, რომელიც აბორტს აკრიტიკებს და ასე შემდეგ, რომელიც მაგალითად ლიბერალური დემოკრატიის სხვა საკითხებს სიტყვაზე იქნება LGBT ადამიანის უფლებები, რომელიც სრულად შეცვლილია, ხო, ეს პოლიტკორექტულობის ტრენდს, ვინც აკრიტიკებს სოციქსელში, მას იჭერენ პირდაპირ. მეტი რაღა უნდა მოხდეს. ეხა მოხდება უფრო მაგარი ლაშა ბუღაძეს გავუშვებთ ეთერში, ლაშა ბუღაძე თქო. ჩვენ არ ვლაპარაკობთ რაღაც აბსტრაქტულ იდეალებზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს დრო საერთოდ მე მგონი უგუებელყოფს იდეალებს. ისეთი პრობლემური დროა, რაღაცა ისეთი. რასაკვირველია, სწორედ ამის თქმა მინდოდა, რომ ეს არის, ანუ იდეალიზმი თურმე ყოფილა ძალიან ბუნებრივი და ადამიანური რამ. ის რაც გვეგონა, რომ ეს არის რაღაცა ძალიან დიდი ამბავი, სინამდვილეში ძალიან კონკრეტულია, როდესაც ადამიანი გადის და მინიმუმს აკეთებს თავისი მორალისათვის და ქვეყნისათვის გავაჩეროთ რა. კიდე ერთხელ, ეს გარეწარი, ეს არა გზადა. თვითონ რას აკეთებს? იდეალისტი ხო უნდა იყოს თვითონ. რატო არ დაუჭერიათ არც ერთხელ? კანონი რატო არ დაარღვია რუსებთან ბრძოლისას? კიდე ერთხელ. ხო, ტკივად. კურდებს ხელს რატო არ უკავდა? ტკივად. შენ რომ ამ თემებზე ილაპარაკო, შენ პირველ რიგში ყველაზე მეტი უნდა გქონდეს, მორალური უფლება რო გქონდეს ამ თემაზე გასაგებია. ყველაფერი. შენ უნდა იყო მეომარი და ლიდერი და შენ აქ თბილ სტუდიაში თუ რა სტუდია არის, არ ვიცი ათოს თუ არა გეზერე ხარ სტუდიას ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რო ხარ ეგ წამოპლაკული და ვიღაცებს იდეალიზმს უკე მუქთან თან გაიგე? შენ არაფერს არ იღებ ამაში და რა პრობლემა ენას ძვალი არა. მეორე მაგის პაზონიცა. ო, კეთდებდარია. შეიძლება გამოიხატოს. არის რუსთაველზე 20-22 ადამიანები აღარ იდგებიან, ეს ნიშნავს შეგვიძლია დღესაც რომ ეს სურათი დაგხვდეს. არ უნდა მივაბათ მარტო იქ დგომას, ანუ მარტო ამას არ უნდა ჩამოეკიდოს პროტესტი, იმიტომ რომ მე იქ რო დგას შეიძლება ტროტუარზე რატო არ ჩამოდიხარ ტროტუარზე რატო დგახარ გეშინია და მე ეს შეიძლება გახდეს. ამიტომ არ შეიძლება პროტესტის განცდა ხალხში არის. ანუ აბა მიხვდებიან ახლა რომ ერხევა და აბა კიდე რა არის პროტესტის გამოხატვა რა არის. ვერავის ვერ არბევთ, ვერ იჭერთ, ვერ კლავთ, საწმელში ვერ უფურთხებთ და კიდე რა ფორმა უნდა გამოხატოთ, აბა? ხო, აი, თქვენ ფორმები ქონდათ იმის დედავატი, როცა გაჯეჯილებულები იყავთ. ეხლა როგორ უნდა ვერსად ვერ მიუვარდით ვერავის.
პარლამენტის შენობაზე შტურმი არ გამოგივიდათ, ძალადობის გეშინიათ, არ გინდათ სასახლეს ღობეკი და გესხათ თავს, მაგრამ მაგიც ვერ გააკეთეთ. აბა ხარ უნდა გააკეთოთ. მაგრამ ძალიან დიდი პოზიტივი არის სხვათა შორის ახლა ოპოზიციურ ფლანგზე. რა ვიცი შეიტყვეთ თუ არა. რაც მოხდა? ნიუ-იორკში დევნილი პეტრე კოლხი უკრაინულმა ეკლესიამ, მართლმადიდებლურმა უკრაინულმა აკურთხა მღვდლად, ხო. და შესაძლოა იქ გააგრძელებს ნიუ-იორკში. ხო, მაგრამ ეს თავად პრობლემას რომ ღომი და მეგობარმა მოწერა, კაი ხუმრობა არის, პეტრე კოლხი გახდა პეტრე ბახმუტელიო და ხო, ალბათ გაიგოს ბახმუტელი გახდება მართლა. ეს რა. პეტრე. მამა ბოროტე და პეტრე ბახმუტელი. სერიოზული საკითხი. მამა რუსუდანი, მამა ბოროტე. თვითმა იმან მეუფე რუსუდანი, მამა ბახმუტელი. მამა ბახმუტელი, მამა რუსუდანი. მამა არა, მეუფეა. მამა რუსუდანი. მეუფეა და რა მამა რუსუდანის მოუხსენიებს და დამბლდორი. დამბლდორი, რომელიც დამბლდორი პირდაპირ ბოროტე. მამა ბოროტე, მამა ბოროტე. პეტრე ბახმუტელი. და ხო, პეტრეზე სერიოზული კამანდა. პეტრეზე რაც არის მოკევი თლიანობაში. რა მოხდა? ის ტაქსის ზეროზის თუ რა? არა, რატო გახდაო ბახმუტელი არ გითხრე? რუსეთის მე ვიცი უბრალოდ უკრაინამ იმასქნო, უკრაინის ეკლესიამ მიიღო. აღუდგინა გასახურება. სხვა ინფო არ ვიცი. ხო, არა, ვთქვით. ვთქვით. ხო, მაგრამ არ კიდე რაღაცა. ის გადაცემა და გავიდა ჩვენ ამის გავუშვით. ამერიკაში. ხო. ანუ ამერიკაში არის უკრაინის ეკლესიის წარმომადგენელი. ქართველი მღვდელი ამერიკაში წავიდა უკრაინულ ეკლესიაში ქადაგებს, რომელიც დაპირისპირებულია ქართულ ეკლესიასთან. ინგლისურად. ხო. ინგლისურად ქადაგებს? ალბათ ინგლისურად იქადაგებს, რა ვიცი, უკრაინული არ ინგლისური. უკრაინული არის. ლოცვა არ მგონი ინგლისურად იცოდეს, აი მან დაეხევა. ქადაგებას. არა, ქადაგება სხვა თემაა ვაფშე. და რიტუალი. მაგრამ მომენტ რამე ფეშენზე ბაზარს გაკავშირებს და შეიძლება მაგით შეიძლება, მაგრამ აქ ამ ფეშენზე თუ ფეშენზე? ფეშენზე. ხო, აი რა ვლელი რა ერის ბერიო რა ხალხიც აკავთ სამოქალაქო სექტორში მოაკაცუკო ტიპებს ფეშენის მენეჯმენტი მე მაინტერესებს ქრისტემენს და ტაქსიშიო და გადაახტევინა ნეტა თქვენი აზრი ნუ ავატყოფია და დია ბარამიძე რომ მივიდეთ ყველანი აზრამდე რომ უნდა გავერთიანდეთ სიმართლე დაუპირისპიროთ ჩვენი სიმტკიცე ჩვენი გაუტეხლობა უნდა დაუპირისპიროთ ამ ძალას და თუ ჩვენ ვიქნებით ყველა ქართველი მე ვთქვა ეხლა რომ ვიახლოვდება 12 ბალიანი ქარიშხალი ჩვენ ამას უნდა დაუპირისპიროთ ჩვენი სიდიდე ჩვენ ხო ვართ 50 მეტრიანები რო ვიძახო რა გავხდები 50 მეტრიანი ქარმა რო ვერ წაგვაქციოს მე უნდა ვიყო 50 მეტრი ვერა რა თქმა უნდა გია ბარამიძე არის გაუტეხლობა სად არის გია ბარამიძე არის ჩვეულებრივი ფუნდამენტალისტი მაგრამ ნახე ბაჩო შენთვის ქრონოლოგიურად როგორ დაიწყო ჯერ არის აკაკი ბობოხიძე და მერე ნუგზარ ციკლაური უცებ რომ მოიცე ბოცო რომელია ეხლა გავუშვებ ორივე ბობოხიძეს გავუშვით დამაგარსავო ანუ ბოცოს ნახე არა ბოცოს არა ბოცო არა ციკლაურია ბოცო წუგზარა ბობოხი არ არის ბოცო წუგზარა თული და სამახსოვრო მას შორია დიდი ზღვარი მუჟიჟინა ადნა სატანას პონჩია არა გავუშვი ის ინტელექტუალი რუსთაველის გამზირიდან გავგდევნეს ეხლა ტროტუარიდანაც გავგდევნეს და ფაქტია რომ ფიზიკურ წინააღმდეგობას სერიოზულად ჯერ ვერ გავგდევნეს ხო ნუ რა მიშოვდა ეხლა ოღონდ ყველაზე მეტად რაზეც წვება გული ეს არის ოპოზიცია რა ვშვებით ხო ამ დროს და როცა ქვეყნის შიგნით ესეთი ძალათა თანაფარდობა ან 4 ოქტომბრის გზით უნდა იარო მაშინ 4 ოქტომბერს ჭირდება დიდი მასის ერთსულოვნება და არა მარტო ერთი და ორი ლიდერის ესე ვთქვათ ინიციატივა იმიტომ რომ ლიდერს თუ არ მიყვება მასა არა ჩვენ ძალა არა გვაქვს რა იძახ არა იძახის რომ მაინც მუღამე ეს ხო იცი ბაჩო რომელია მიშა რო ეუბნება ბობოხიძე გამოიყენეთ მაგალითად და დაუდასტურებს იქ კაცო მე რაც რევოლუცია ოღონდ არა ეს არის უკვე აღიარებს რომ ეს ძალა ჩვენ არ გვაქვს თქვა
შეიძლება ბავშვებმა ზაბარიკადირებაც რა. ბავშვები გააკეთეთო, ბავშვები გააკეთეთო, ხა არა ბავშვებმა გაგზავნა. ბავშვებმა გააკეთეთ რევოლუცია, ჩვენ რომ დავბერდით. რევოლუცია კი სამოქალაქო. სამოქალაქო ჩვენ თეორიულად გეტყვიტო და არა, ჩვენ უკვე გავაკეთეთო. ხო და ნუ შევა შემიძლია მოგწოდე. ჩვენი ვიომე. და ეხა გავხვა მისგან განსხვავებული. ეხა ინტელექტუალი. ხო, შეიძლება სიტყვას. მე გონია რომ ეს თან ერთი და იგივე სტუდიაში რო არის. ერთიანობით დაუღლელობით ერთივე დღეს რო წარწერაც იგივეა. ის დღე იქსი, როდესაც ქართული ხალხის უდიდესი უმრავლესობა მიხვდება, რომ ასე გაგრძელება უბრალოდ არის ჯოჯოხები. როგორც მიხვდა მაგალითად ვარდების რევოლუციის გავაჩეროთ. აი ვარდების რევოლუცია როგორც კი ახსენა ადამიანი არის ინტელექტუალურად ბანკროტი. აი ხოხდები. რა ვარდების რევოლუცია? რატო ადარებენ ვაფშე დღევანდელ დროს რომ 2003 წელს მომხდა რამბავი? ეგ ერთ-ერთი წარმატება რომ რასაც მიაღწიეს და იმიტომ. ვაფშე სხვა ვითარება იყო სოფლიოში. ჩვენს ქვეყანაში და ვაფშე სხვა რაღაცა იყო. ბიჭო, ეგ არის ერთადერთი წარმატება, რასაც მიაღწიეს თქო. და რაც შეეხება არ ვისაუბროთ გასაკვირველი უნდა ვისაუბროთ. რაზე? მივხვდი რაზეც დაიწყებს საუბარი. თავარი დღის საკითხი ეგ იყო. პრემიერის განცხადებაზე და იმ თემაზე, რაც ეხება სურსათში ფასების რეგულირებას, მოუწოდა ასევე სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დაეწყოთ გამოძიება თუ სადმე არსებობს რაიმე არ ვიცი კარტელური შეთანხმება და სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი არის კარტელური შეთანხმება. საიდანაც რეგულირდება ესე იგი ფასები. მოკლედ და ძალიან ის კონკრეტულად რო ვთქვათ, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით მართლა ქართულ მარკეტებში პროდუქცია პირველად მოხმარების კავათაზე ფასები არის საგრძნობლად განსხვავებული. ყველაზე ძვირი ამ ქვეყნებშიც კი, მათ შორის როგორც არის სკანდინავიური ქვეყნები, სადაც აბსოლუტურად ყველაფერი ისეთი ძვირია, რომ მეტი არ შეიძლება, ნუ სასმელს არ ეხება ალკოჰოლს, ეხება თქვათ პირველად მოხმარება. იქაც კი რძის პროდუქტები და კვერცხი არის უფრო იაფი ვიდრე საქართველოში. თევზი თევზი განსხვავებული ფასებია ძალიან, მაგრამ აი სიტყვაზე იქ პური უფრო ძვირია. არ არის სახნავსათესლო ხო რა. და იმპორტირებული პროდუქცია უფრო მეტი და იქ ფასები არაფერია, მაგრამ იქაც კი კვერცხის ფასი უფრო მეტია ვიდრე უფრო ნაკლებია ვიდრე საქართველოში. ამ ფაქტია რომ რაღაც არის დასარეგულირებელი და შესაბამისად ეს ხალხს ძალიან კარტელური შეთანხმების არსი არის შემდეგი, რომ რამდენიმე დისტრიბუტორია, ბევრი არ არის სხვათა შორის. 10-ზე მეტი არ ამგონია რომ იყოს, არ ვიცი. და არის ქსელი ბევრი. არა, არც ისე. არ არის ძალიან დიდი ყოველ შემთხვევაში. მათ შორის თუ არის მოლაპარაკება, რომ მე აი ამზე შემოვიდან და მოდი რა ერთად დავადოთ ფასი, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეგ საბაზრო ეკონომიკა აღარ არის. საბაზრო ეკონომიკა რომ ვიღაცა რომ გააძვირებს, კონკურენტი დაინახავს, ნაკლებ მოგებას ჩადებს და იქ გადმოიბირებს იმ ხალხს და ამიტომ თუ არის ეს ფაქტები და ნუ აგიკვეთოს ძირში. და მე ძირში. მგონია რომ ეს საკითხები შემდეგ უკვე ვთქვათ, იგივე წარმატებით უნდა გავრცელდეს მათ შორის ბანკებზე, მათ შორის საფთიაქო ქსელებსაც შეიძლება შეეხოს ბენზინის ფასებზე, იმიტომ რომ არ შეიძლება სადაზღვევოზე მათ შორის, ანუ არ შეიძლება შენ ბენზინს სიტყვაზე მოიპოვებდეს სხვადასხვა რეგიონებში, სხვადასხვა ადგილებში. მოპოვება სხვადასხვა ფასია, ზუსტად ერთ ფასზე. ანუ ბევრი საკითხია, რომელიც გადაიხედოს. ხო, ანუ ერთი არის პირველადი მოხმარების ინიციატივა, რომელიც რასკურველებ თავიდანვე ეროვნულ ინტერესთან გამომდინარეობს და თითოეულ ამ ქვეყნის მოქალაქეს ეხება და პოზიტიურად შეეხება. როდესაც ამ სახსრულობა მოხდება, მაგრამ მეორე არის რაც შენ გამოგრჩა ახლა და რაც იყო ალბათ დღის ყველაზე სასაცილო პასუხი ოპოზიციიდან. ხო, რომ ბიზნესმა დაიწყეს ამის თვითონ პოპულისტებმა დაიწყეს მემარჯვენე ლიბერტარიანული პოზიციებიდან განხილვა. ხო, ეს არის ძალიან ცუდია. დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ეს ყოფილა ჩაგვრა, არ გავაიაფოთ პროდუქცია. არა, ეს არის ბიზნესის ყოფილა ჩაგვრა, სხვა შორს მე ჩემ მეგობარ ჩამოგდო ერთი ის რომ ვიღაცა სრულ სერიოზულად წერდა რომ ევროპულ ბიზნესებს ურტყავენ ამითი, აი მაგალითად სპარიო ევროპული ქსელური მარკეტია რა და ევროპულ ბიზნესს ურტყავენ რა ამითი რა. საქართველოში სხვაც არის. გასაკვირველია სხვაც არის. არგუმენტების ნაკლებობისას მე ხო ყველაზე დიდ სიგიჟეს კარფურიც ევროპულია და რა მე.
არგუმენტებს ნაკლებად ყოველთვის სიგიჟეს ამბობ მეთქი. რომანა გოცირიძე და ისინი დაეწყნენ ერთად და დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ აი ეს არის ბიზნესის რეკეტი. ყველა ქვეყანა სასუსტად ფასების გასწორება ყოფილი ბიზნესის რეკეტი. შეთანხმება არის სისხლის სამართლის დარღვევა. წერტილი. მორჩა. კაი. დიკა თქიტიშვილი. ზიკი. საზოგადოება და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვა. ეს არის ძალიან პრინციპული საზოგადოება. მიუხედავად ისა, ხან ბევრია ხალხი, ხან ცოტა არის, მარშები უფრო დიდია კვირაში ერთხელ უფრო. ეს ძალიან აწუხებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საქართველოში არის მუხტი, საზოგადოებაში არის მუხტი, ყველა თაობაში, მათ შორის მე რამდენადაც ვიცი და რამდენადაც გრძნობა არის ოცნების მომხრეებშიც, რომ მათაც არ მოწონთ ის ვითარება, რაშიც არის საქართველო, მათაც უნდათ, რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს, თუ ოცნება ამას მიხვდება და ოდესღა დაიწყებს რაღაცა კომპრომისებზე გადასვლა და დიალოგს რომ ანუ ამათ ნორმალურად დიკი გავაჩერე დიკი. ანუ მაგათ ეს რას ამბობს, რომ ქართულ ოცნებას მოსახლეობის უმრავლესობა არ უჭერს ხარს, ქართული ოცნების წინააღმდეგია მოსახლეობის უმრავლესობა. საქართველოში ვერ იქნება ის ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობა არის წინააღმდეგი. საქართველოს ხისტებზე არ იქნება არასოდეს. რა თქმა უნდა. და აპრიორი სიგიჟეს ამბობს. ანუ სინდისტო კაი ეს მოაშიშო. Guys, ხო ეს სტრანი რამას ხშირად უშვებთ ხოლმე და რა არ გვინდა რა გაათხრიეთ რა. ისა კუპრაძე ირაკლი. ეს არის კუზე რო იწება სახელი და კაიბიჭმა კუტუ დაუძახა. გაუშვით. წინააღმდეგობის და ჩვენ ამ წინააღმდეგობაში ვიმყოფებით, მე რა თქმა უნდა, კარგ პროგნოზებს არ ვაკეთებ. განსასჯელის სკამზეც ვხედავთ და ველოდებით განაჩენს, თავისუფლ ბრძოლას არ ვაჩერებთ, უკან დახევას არ ვაპირებთ და ეს პროცესია, რომელშიც პირველ რიგში ხალხთან სიახლოვე უნდა აღვადგინოთ პოლიტიკურმა პარტიებმა. მათ შორის ეს პროცესები, რაც ახლა ივანიშვილი თავად აკეთებს, ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს. პირიქით დაგვეხმარება, რომ იქ მყოფმა ადამიანებმა, მოქალაქეებმა, რომლებმაც კიდევ რაღაცა ეჭვიათ, ხან ომით აშინებენ, ხან ტყუილით, ხან პროპაგანდით, კიდევ ერთხელ დავაფიქროთ, რასაც ვამ თუ 10ჯერ რაღაცა ვთქვი ინგა. ხო, ანუ ომით გვაშინებენ. ომი არ არის რეალური. შეგახსენებთ უკრაინის ამბებს გეტყვით ახლა. წარადგინა ზელენსკი მოსმუხტიანი გეგმა და ძალიან ისეთ გეგმა, რომ რუსეთი და ამერიკა ამას ვერ მიიღებს. შანსი არ არის ეს გეგმა მიიღონ, იმიტომ რომ საუბარია ისე 800,000-იან არმიაზე, უსაფრთხოების გარანტიაზე, არაფერი არ არის ნათქვამი მართლმადიდებლურ რუსულ ეკლესიაზე და რუსული ენის სტატუსზე. არ მიიღებს ამას რუსეთი და ვინით ახლა სალამ და აქვს ამენ სანქცია, იცი 52 სანქცია აქვს დაწესებული რუსეთს. მეტ სანქციები არ არსებობს. და სანქციების გარდა მეგობრებო, მთელი დასავლეთი ვაჭრობს ამერიკა კონკრეტულად. კალიუმის სასუქით ვაჭრობს, ურანით ვაჭრობს რუსეთთან და იმას სანქციები არ ეხება. სხვა ჩვენ ძალიან საინტერესოა, როგორ მოახერხა ამერიკამ, რომ ნავთობზე სანქცია დაადო რუსეთს და თქო ატომური ელექტროსადგურის საწვავზე ურანზე არ დაადო. ნუ არ ვიცი, ეგ ალბათ იციან. ირაკლი პავლენიშვილი ეს მოიკოჭლებს. საბოლოო ჯამში ეს პროცესია თავის დინამიკაში არის გამანადგურებელი თვითონ ოცნებისთვის და ჩვენ ნამდვილად არ უნდა შევეგუოთ რას, იცით რა, ერთადერთი რამაც შეიძლება ოცნება გადაარჩინოს არის ის, რომ ამ თვითლიკვიდაციის ფონზე ჩვენ უბრალოდ აღარ ვირწმუნოთ, რომ ეს სისტემა შეიძლება ჩამოიშალოს და ეს სისტემა შემაწევა მოსულა ძალიან სწორად აღნიშნა, შეიძლება ნებისმიერ მომენტში ჩამოიშალოს, იმდენად ტყუილზე არის აგებული პროპაგანდაზეა, რომელიც აბსოლუტურად თავარი რაც არის, აი თავარი პროპაგანდაზე დგას ძალადობის კარტა, ხო? და ეს პროპაგანდა იფშნება და იფშნება თანდათანობით. ამიტომაც თავარია გავაგრძელოთ ჯიუტი პროტესტი, ჯიუტი წინააღმდეგობა და შედეგი. გააგრძელეთ კედელს შეეჯახეთ თავი და პროპაგანდა რატო იფშნება? აი მაგალითად მე პროპაგანდისტი ვარ და არ ვიფშნები. შეიძლება რაღაცა იცით ჩემზე რომ მითხარი, პირიქით. ყოველ თითეული თქვენი ნაბიჯი ჩვენს პროპაგანდას, რომელიც ინამში სიმართლე, არაფერი საპროპაგანდო არ წეს, მაგრამ მოყვებით, კაი, პროპაგანდა. სიმართლეს პროპაგანდირება ჭირდება, ხო, კი ბატონო. ვაფშე არ მაქვს ხო მეც რომ კი და მე მაინტერესებს რა, საიდან გამომდინარე, აი რაში შეგვეშალა. ვამბობდით ომის რამდენი ხანი ამბობენ რომ სუსტია, უკვე ერთი სკიპზე არიან, ერთი თითის ყრა უნდა აგებსეო ჩამოიშლება ნელ-ნელა ამას ლაპარაკობენ, რამდენი ხანია ომის დაწყების დღიდან ყველას კარგად გახსოვს რუსეთ-უკრაინის ომის მე პირადად ვამბობ რომ ამ ომს უკრაინა წააგებს. ვამბობდი ამას. ეგრეა თუ არა? ტრამპის მოსვლის შემდეგ ვამბობ რომ ევროპა და deep state-ის საბოლოო ჯამში პრობლემები შეექმნება. აი ვოუკიზმის, ლიბერდებილობას, ვოუკიზმს პრობლემები შეექმნება რა.
ესე აგიხდა ყველაფერი რა. ვამბობდი რომ ეს თვითონ ოპოზიცია ისეთ რაღაცებს ჩაიდენს რომ ისინი ავალებენ რომ თვითონ მოისწრაფავს სიცოცხლეს. თავის პოლიტიკურ სიცოცხლეს ეგრე არის. ვანგახა რა. ჰა? ვანგახა. ბიჭო, აი იცის მეც მინდა რომ ვანგახა, არ უნდა. ელემენტარული აი მაგას ქვია რაციონალიზმი. მაგას ქვია რაციონალიზმი, ლოგიკური გამოთვალე და რაციონალიზმი, იმიტომ რომ შენ რაც ჩამოთვალე, ეგ იყო რაციოზე დაყრდნობილი ჭრეტა და ამათ აქვს სურვილები. ილუზორული სურვილები, რასაც მე პროპაგანდა, რეალური პროპაგანდა რაც არის რა, ანუ ტყუილზე დაგაჯეროს, რომ სიმართლე არის. ის რა ქვია, უკრაინა ომს იგებდა, იმიტომ რომ ის რა ქვია, ბჟავე კიტრის წნილის მითი ქილით ჩამოაგდეს დრონები და აი всё ან მოწამლული ვეზელებით. ეხლა კუპიანსკში უტევს, კუპიანსკში აიღოთ კუპიანსკი და ამავე დროს ზაპოროჟიეში და სუმის მახლობლად საიდანაც რეზერვები წამოიღო. ხალხი აკავს რა, რეზერვები საიდანაც წამოიღონეს, იქ რუსი მიდის წინ. თენგო, მაგარი კაცი გაუშვი. თენგო საბოლოო ჯამში არავის არ ეშინია და ვინდა გურამ და სხვა ჩვენმა ლიდერებმა ძალიან კარგად დაამტკიცეს თავისი ქმედებებით და შეუპოვრობით და ყველა პოლიტპატიმარმა ძალიან დასაფასებელია მათი მხნეობა და მათი გამძლეობა. მაგრამ მარტო ამის იმედად არ უნდა ვიყოთ ბატონ დავით. უნდა ვიყოთ ყოველდღიურ წინააღმდეგობაში. ამიტომ ჭირდება დიდი ერთობა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ შევძლებთ მრავალ 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანის გამოყვანა ქუჩაში. ეტა გუმანა. რამდენი გამოიყვანა სამან? Tens of thousands. ეს. კარგი, მეგობრებო, მე მგონი რომ უკვე ნელა უნდა გადავიდეთ საახალწლო რეჟიმში და თქვა რაღაცა შუტკები ჩაგვიგდეთ, თუნდაც კონკრეტულად პოლიტიკური არ იყოს რა. იმიტომ რომ ეხა უკვე ძალიან ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ წლის დასაწყისში დავბრუნდეთ და იქიდან მოვყვეთ რა. ხო, მარგალიტები. ხო, რა, ეს გლავნი პრიკოლები რა. აი გოგოებო გააკეთეთ ეგ. დიდი მადლობა მეგობრებო რომ გიყურებდით, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით აუცილებლად ხვალ. ხვალ ცოტა გვიანი ეთერი გქონდა, ხო? ხუჩაბათი. მადლობა.